მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი მადლიერებით. ესე აქტიურობთ ხოლმე კომენტარებში, ლაიქებში, გაზიარებებიც მათ შორის, ხო? ძალიან დიდი მადლობა აი ამ უკავშირისთვის, ამ სიყვარულისთვის, ნდობისთვის, რასაც მიბრუნებთ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და გადავწყვიტე დღეს გავაკეთო ესეთი გაშლა. შემდეგ საკითხზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული საკითხი და სიტუაცია სავარაუდოდ დროის რა პერიოდში და რა მონაკვეთში განვითარდება. ნუ დავიწყებ იქიდან რომ ტარო ზოგადად დროში მაინც და მაინც ლავირებას ვერ ახდენს ხოლმე, იმიტომ რომ ზოგადად სამყაროში დრო არ არსებობს. დრო შევქმნით ჩვენ ადამიანებმა. სინამდვილეში სამყაროში დრო არ არსებობს, დრო არის ილუზია. მაგრამ, ნუ, ჩვენ ცხოვრობთ მყარ მატერიალურ სამყაროში და რაკიღა შევქმნით ეს დრო, ესე იგი ამას ვანიჭებთ გარკვეულწილად მნიშვნელობას და, ნუ, მოვახერხოთ, ხო? დაახლოებით მაინც გამოვიტანოთ ინფორმაცია ამ ენერგეტიკული სივრცეებიდან, საიდანაც ტარო გვაწვდის ინფორმაციას. თქვენს მიერ ჩაფიქრებული საკითხი. დროის რა მონაკვეთში გააქტიურდება და დაიწყებს ამუშავებას, ხო? ეხლა აქ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი საკითხი. იქნება ეს თქვენი ბიზნესი, თქვენი რაღაც პირადი ცხოვრება, რაღაც კონკრეტული მიზნის მიღწევა, არ ვიცი, რა თქვენ გაგიხარდებათ, ოღონდ რეალისტური სურვილი და არა რაღაცა ძალიან გაქცეული ოცნებები, ხო? დროის სავარაუდოდ რა მონაკვეთში დაიწყებს ეს საკითხი ამუშავებას. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. კარგი, ეს გამოვიყენოთ. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს ფერია. მე ხო ძალიან მიყვარს ეს ფერიები და რაღაცები. მეორე ვარიანტი იყოს აი ეს ძალიან საყვარელი გოგუცუნა, ასევე ფერია. თვითონ დასტაც ფერიების დასტა. ესე ქვია ფერიების დასტა და მესამე ფერი არ არის, მაგრამ აი ეს თოვლის გუნდიანი ანგელოზი იყოს. აი ეს. იმედი მაქვს ხედავთ ვარიანტებს. არ ვიცი ხზე როგორ წამოვაყენო ესენი, მაგრამ აი ეს. აი, პირველი, მეორე და მესამე. ჩანს. შვენივრად. პირველი ვარიანტი, ვნახოთ, როდის მოხდება ესა თუ ის საკითხი, რაც ჩაიფიქრეთ. დროის რა მონაკვეთში. აი აგვისტო, რატომღაც ძალიან მოდის. ეს შეიძლება აი გარემოზეც მიმანიშნებს, ეს შეიძლება მოხდეს ზაფხულში. ზაფხულში და შეიძლება თქვენ იყოთ სადღაც ესეთი მთიან ადგილას წასული, ან დასასვენებლად, ან სამოგზაუროდ, ან ექსკურსიად, ნუ რაღაც აი მთა მოდის ძალიან, მთაში ასვლა, წასვლა და აი იმ გარემოცვაში ან გაიგებთ, რომ ეს საქმე გამოგივიდათ, ან იქ გაანახორციელებთ. ნუ რა ვიცი, ხა მე ხო არ ვიცი თქვენ რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ უფრო მგონია ზაფხულის პერიოდი. აი იცით როგორ მგონია? აი რას აღვიქვა? რეალურად პერიოდი კი შეიძლება იყოს აი, კაი, გეტყვით, მე პირდაპირ გეტყვით და თქვენ როგორღაც მიხვდებით. და ვიცი რა ხელ უცნაური იქნება. აი მაგალითად, რომელიღაცა ყვავილის ჯიში, რომელიც
ბარში უფრო სწრაფად ყავის, იმიტომ რომ თქვა დაბლობა ადგილებში უფრო სითბოა და სწრაფად ყავდება. მაგრამ იგივე მცენარე და იგივე ყვავილი მთიან ადგილებში უფრო გვიან ყავდება, იმიტომ რომ იქ ცივა, ხო მართალია. ხო და აი რაღაცა ესეთი პერიოდი იქნება ის რაც ასე ვთქვათ აი სამყურას ყვავის. პირდაპირ გეუბნებით, სამყურას ყვავილი როცა მთაში ყვავილობს, ვიცი რომ ძალიან უცნაურად შეიძლება შეღებდეს, მაგრამ იქ ხო ცოტა უფრო გვიან ხდება. აი მოკლედ ეს იქნება რაღაცა, როცა თქვენ იქნებით მთაში წასული და ეს იქნება ზაფხული, რეალურად, უბრალოდ აი რაღაცეები რაც ცოტა გვიან შეიძლება რომ მოხდეს, ხო? ანუ ეს ამბავი სინამდვილეში თქვენ მოგიტანთ წარმატებას და თქვენ სასიკეთოდ დასრულდება ძალიან იღბლიანიც იქნებით ამ ამბავში უბრალოდ ცოტა დროში დააგვიანდება ანუ მაგალითად თუ თქვათ რაღაცა გამოცდის ამბავი თუ არა შეიძლება ჯერ სხვების ქულები დაიდოს და თქვენ ცოტა უფრო გვიან გაიგოთ ან რაღაცის თქვათ გადაფორმება თუ გინდათ რაღაცა ჯერ სხვების უფრო მარტივად შეიძლება გამოვიდეს და თქვენ ცოტა ლოდინ მოკლედ რაღაც აი ლოდინი გიწევთ თქვენთვის უფრო გვიან მოხდება ეს ვიდრე სხვა ყველა დანარჩენისთვის და მინდა გითხრათ რომ აი ეს სამყურას ყვავილები სამყურა როდის იწყებს ყვავილობას ხო ეგრე ზაფხულში უწევს ხოლმე სადღაცას მთაში მართლა ეგრე რაღაცა აგვისტო ივლისის ბოლო მაგ პერიოდში უწევს ხოლმე. მართლა პირდაპირ მშობიც სამყურას ყვავილობის პერიოდში მოგიხდებათ ეს ამბავი და თქვენი შედეგი იქნება ძალიან სასიხარულო, ძალიან წარმატებული, მართლა გამარჯვების შეგრძნება რო გექნებათ, ეგეთი და შეიძლება დააგვიანებს, მაგრამ ყველაზე კარგი შედეგი თქვენ გექნებათ და ძალიან კმაყოფილებით და ძალიან ბედნიერებიც იქნებით, იმიტომ რომ გამოგივათ საქმე, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ რთული და დიდ ძალისხმევას რო საჭიროებს, მაგრამ აი რაღაცა შინაგან ძალას იგრძნობთ რა. ვიცით, დაგაბნიეთ პირველი ვარიანტი. მაგრამ ხო, იმედი მაქვს, რომ გასაგებად ავხსენი. ნუ ვეცადე ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად. ჩემ ზურფასებო ხავ უნდა დაგემშვიდობოთ და გადავიდე მეორე ვარიანტზე. თქვენ კი კომენტარებში თუ ლაიქებში გელოდებით. ასევე გამოწერა არ დაგავიწყდეთ არხით. მეორე ვარიანტი. აი ეს ოქროსფერი ფერია, ვინც ჩაიფიქრეთ არაფით ხელში. თქვენთან როდის მოხდება ეს ამბავი? იცი რა არის აქ ვხედავ იმას რომ აი ბოლომდე თქვენც არ ახართ ჩამოყალიბებული ამ ამბავში ბოლომდე დარწმუნებული ვერც დგავთ ნაბიჯებს ბოლომდე თქვენ თუნდაც არ იცით მართლა გინდათ თუ სინამდვილეში სხვა რაღაც ანუ პრობლემა ამ ამბავში არის ის რომ სიმყარე აკლია თქვენს ამ გადაწყვეტილებას რასაც ელოდებით და თქვენ თვითონაც არ აგირჩევიათ რაღაც მაგრამ ნიშნულოვანი ეტაპი, რომელიც ამ საკითხს რაღაცნაირად დაძრავს და წინ წაიყვანს, ეს იქნება ამ ვარიანტშიც ზაფხულში. აღოდ ზაფხულის ცოტა ესეთი აი ზაფხულში ცივი დღეები რო არა თქვა შეიძლება წვიმდეს ან რაღაცა ხო ეხლა წელს მაგალითად ძალიან ცივი ზაფხული გქონდა. ხო რაღაც ეგეთი პერიოდი იქნება ზაფხული. ოღონდ აი ის კონკრეტული დღე და კვირა რო ცოტა ცივი ამინდები იქნება ზაფხულში ეგეთი. კი, ასეთ დროს. მაგრამ იცით რომ თუ ეს საკითხი თქვენთან აგვიანებს, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც არ ხართ ჩამოყალიბებული რაღაცაში მეორე ვარიანტი. და დამიწერეთ აბა კომენტარებში რა ჩაიფიქრეთ. რატომ ერყევთ, რატო არ ახართ საკმარისად მტკიცეთ ამ ამბავში? იმიტომ რომ ჩაიფიქრეთ, ესე იგი მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაცა ბოლომდე ვერ ურისკავთ სინამდვილეში. მესამე ვარიანტია ეს ვინც ჩაიფიქრეთ, ეს საყვარელი გოგუცულა. მან შეიძლება ბიჭი არ ვიცი. როდის მოხდება ეს თქვენთან? თქვენ შემთხვევაში ეს არის გაზაფხულის პერიოდი, ოღონდ აი მარტი შეიძლება ვთქვათ, აი როცა ზამთარი რო სრულდება და გაზაფხულის პირველი დღეები რო დგება.
ჯერ კიდევ რო ძალიან ცივა და აი ოდნავ ძალიან ოდნავ რო იგრძნობა გარემოში სითბო. პერიოდი როცა ხშირად შეიძლება რა ვთქვათ არ გადიოდეთ სახლიდან და უფრო მეტად რომ ისეთი ჰობებით და საქმით იყოს დაკავებული რაც სახლში ყოფნეს რომ მოისაზრებს, მაგრამ ეს იქნება გაზაფხულზე, აი მარტი. უფრო ესე დავასახელებდი, ვიტყოდი მარტში შეიძლება რომ ეს მოხდეს. გაზაფხულზე. კი. მაგრამ ეგეთი რჩევაც ამოდის, რომ იყავით მაქსიმალურად დაკურვებული. სანამ ეს პერიოდი მოვა, მანამდე ბევრი რაღაცის სწავლა უნდა მოასწროთ თქვენ. გამოიყენეთ ეს პერიოდი. ეგეთი რჩევა გეძლევათ, რომ სანამ ეგ დრო და ეტაპი დადგება, შეიძლება ესეთი წყნარი მშვიდი და პასიური პერიოდი გედგეთ, მაგრამ პასიური და მშვიდი პერიოდი არ ნიშნავს გულზე ხელის დაკრიფას და აი ამ ყოფაშიც ბევრი რაღაცა უნდა მოასწროთ, სანამ მაგის დრო მოვა. აი მაგას გეტყოდათ ტარო. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო ყოჩაღებო, ჩემო ლამაზებო და შეგახსენოთ, რომ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511-91-78. ეხლა დაგემშვიდობებით, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში, ასევე ლაიქებში. ნახვამდის.